ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით, სერგო კობალავა, რადიო იმედისა და ავერსის კლინიკის ერთობლივ სამედიცინო გადაცემა იმედის კლინიკას უსმენთ, რომელსაც ჩვენ დღეს დაუთმობთ დარიჩინის სამკურნალო თვისებებსა და გამოყენებას. გავრცელებით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. დარიჩინი რუსულად კარიცა და ლათინურად cinnamonum verum მარადმწვანე მცენარე გახლავთ. დარიჩინად ასევე იწოდება მცენარის გამომშრალი მერქანი, რომელსაც კულინარიაში იყენებენ. დარიჩინის ტოტები ცილინდრულია, ფოთლები ოვალური, მოგრძო ფორმის, ოდნავ წაწვეტებული. ყვავილები მოგროვილია ცოცხის მსგავსად და საკმაოდ უსიამოვნო სურნელით ხასიათდება. ნაყოფი მცირე ზომისაა, დაახლოებით 1 სანტიმეტრი დიამეტრის. დარიჩინს ზრდიან 2 წლის განმავლობაში, შემდგომ მას ფესვამდე ჭრიან, ხოლო მორიგი 1 წლის განმავლობაში ამ ფესვიდან დაახლოებით 10 ახალი ღერო ამოდის. დარიჩინი გავრცელებულია შრი-ლანკაზე, სეიშელის კუნძულებზე, ვესტ-ინდოეთში, ტროპიკული აზიის ქვეყნებში. ყველაზე ხარისხიანი დარიჩინი იზრდება შრი-ლანკაზე. მცენარე ასევე მოჰყავთ კუნძულ იავაზე, სუმატრაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ვიეტნამში, მადაგასკარსა და ეგვიპტეში. დარიჩინის ქიმიური შემადგენლობიდან პირველ რიგში აღსანიშნავია ეთერზეთები. დარიჩინის ეთერზეთები მიიღება მცენარის მერქნის დამუშავებისა და მარილიან წყალში დარბილების შედეგად. დარიჩინის ეთერზეთები მოყვითალო ვერცხლისფერია, დამახასიათებელი არომატით, იხასიათება მომწარო გემოთი. დარიჩინის ეთერზეთების დიდი ნაწილი წარმოდგენილია ალდეჰიდ ცინამალის სახით, რაც ბევრად განაპირობებს ამ ეთერზეთის ქიმიურ თვისებებს. ამას გარდა დარიჩინის ეთერზეთის შემადგენლობაში აღსანიშნავია ევგენოლი, ცინამალდეჰიდი, ბეტა-კარიოფილენი, ლინალოოლი, ფილანდრენი და სხვა. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან. დარიჩინი ცნობილია საუკუნეების განმავლობაში, ის როგორც საკვები, ასევე სამკურნალო ღირებულების გამო საკმაოდ ფასობდა უძველეს ერებში. ძველ ეგვიპტეში დარიჩინის იმპორტი ჩინეთიდან ხდებოდა. დარიჩინის შესახებ მრავალი ანტიკური ავტორი წერს, მათ შორის ჰეროდოტე. დარიჩინი გარდა საკვები და სამკურნალო დანიშნულებისა ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა რიტუალის დროს. შუა საუკუნეებამდე დარიჩინის შესახებ ინფორმაცია ევროპის ტერიტორიაზე არ არსებობდა. არაერთი მონარქი აღფრთოვანებული იყო არაბული და საერთოდ აზიის ქვეყნების ელჩების მიერ ბოძებული ტკბილეულითა და სხვა სახის ზღვენით, რაც სწორედ დარიჩინის გამოყენებით იყო დამზადებული და არავის შეეძლო იმის ახსნა თუ რა კომპონენტს იყენებდნენ ასეთი საკვების დასამზადებლად. ყველაფერი შეიცვალა მე-15 საუკუნეში, როდესაც პორტუგალიელებმა ცეილონი აღმოაჩინეს და სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი ევროპაში დარიჩინის გატანისა და გავრცელების. თუმცა მოდით კვლავ დარიჩინის სამკურნალო თვისებებს დაუბრუნდეთ. ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც ამ მცენარეს აღმოაჩნდა, ეს ანტიოქსიდანტური ზემოქმედება გახლდათ. დარიჩინის ეთერზეთები ხელს უშლის უჯრედებზე ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას და ამით აქვეითებს მრავალი პათოლოგიის განვითარების რისკს. დარიჩინს ასევე აღმოაჩნდა ანტიმიკრობული თვისებები, რაც ასევე ფართოდ გამოიყენება ამ მცენარის სამკურნალო თვალსაზრისით დანიშნულების შემთხვევაში. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან. სამედიცინო პრაქტიკაში დარიჩინი ძირითადად არომათერაპიაში გამოიყენება. დარიჩინი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის დარეგულირებას, აძლიერებს მადას. აზიის ექიმბაშთა შორის დარიჩინი ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც მასტიმულირებელი, მატონიზირებელი და ანტისეპტიკური საშუალება. დარიჩინით მკურნალობდნენ ღვიძლის, ნაღლის ბუშტის, თირკმლების, გულსიოსდაღვთა სისტემის დაავადებებს. საინტერესოა, რომ არაერთი თანამედროვე კვლევით დადასტურებული იქნა დარიჩინის ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც ასევე გამოხატულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მიმართ. დარიჩინი შესანიშნავი ამოსახველებელი და ობლმდენი საშუალებაა, ასე რომ შესაძლებელია მისი გამოყენება ეგრეთ წოდებული გაციებითი დაავადებების, მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს. დარიჩინის პრეპარატები ხასიათდება სიცხის დამწევით, კივილგამაყუჩებელი თვისებებით. მასშტაბადამე დარიჩინის ფართო სამედიცინო ჩვენებების გამო ეს მცენარე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ფიტოთერაპიასა და არომათერაპიაში. გავრცელებით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. დარიჩინზე საუბარი დღეს ამით ამოწუროთ. გადაცემის ბოლოს კი ორი სიტყვით ავერსის პრეპარატზე გესაუბრებით. ავერსის აფთიაქი. მელისალი. სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია.
ამაში თქვენ დაგეხმარებათ მელისალი, მცენარეული დამამშვიდებელი სიროფი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის. მელისალის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარეული კომპონენტები: კრაზანა, ბარამბო ანუ მელისა, კუნელი, ცაცხვი, ანგელოზა. მელისალის სიროფს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც დაკავშირებულია მასში შემავალი სხვადასხვა აქტიური ნივთიერების შეთანხმებულ მოქმედებასთან. პრეპარატი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ემოციური პროცესების შეკავების გზით ხსნის ნერვულ ნიადაგზე განვითარებულ გაღიზიანებას, მოუსვენრობას, თავის ტკივილს. მელისალის სიროფი აიოლებს ჩაძინებას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. ამრიგად მცენარეული კომპონენტების ეფექტური კომბინაცია მელისალი გამოიყენება აგზნებადობის, მოუსვენრობის, დაძაბულობის, შფოთვის, შიშის, უძილობის დროს. მელისალის სიროფი დამზადებულია მოცხარის კონცენტრატზე და აქვს სასიამოვნო გემო, არ შეიცავს ალკოჰოლს. მელისალის სიროფი რეკომენდირებულია ბავშვებში 1 წლის ასაკიდან. მელისალი შეინარჩუნე სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. ავერსის აფთიაქი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.